გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზე სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. გადაცემის სპონსორია კეტონალი დუო. კეტონალი დუო სწრაფად და ხანგრძლივად აყუჩებს ტკივილს. გამოყენებისას გაიცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. გამარჯობა მოგესალმოთ ვანო შოუ, პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე ძვირფასო მეგობრებო, მინდა მოგილოცოთ დამდეგიშობა ახალი წელი და როგორც ყოველთვის გადაცემას ვიწყებ ტრადიციული სოლიდარობას უცხადებ ჩვენი გუნდის წევრ ორისეთ ხადაზეს და მასთან ერთად CDC-ის ყველა პატიმარს, თავისუფლებას უსურვებ ყველას ძვირფასო მეგობრებო. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც გამოეხმაურა ჩვენს თხოვნას და გვერდში დაგვიდგა ფინანსური კრიზისის დროს. შეგახსენებთ, ვისაც გაქვთ სურვილი გვერდით დაუდგეს ჩვენს გადაცემებს, შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია ნებისმიერი ჩვენი ვიდეოს კომენტარებში, ვანო შოუს Facebook გვერდზე და ჩვენს YouTube არხზე. მაშასე დავიწყებ რამდენიმე დღის წინ პატიმრების რიგებს ქართული ოცნების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი და ბიძინას ნდობით აღჭურვილი პირი გრიგოლ ლილუაშვილი შეემატა. გამოვიდა გენერალური პროკურორი და ჩამოთვალა რა ბრალდებით აკავებენ ყოფილ თანაგუნდელს. დიდი ოდენობით ქრთამის აღება ბიზნესმენებისგან, თბილისის ბაგაბაღების ტენდერებიდან თანხების მითვისება, კოლ-ცენტრების მფარველობა და კოლ-ცენტრებიდან შემოსული თანხებით ოპოზიციური არხების დაფინანსება. მოდი აი ამ ბოლო ბრალდებით დავიწყოთ. რა გვეთყობა ახლა ჩვენ დაფინანსების? ბენდი ხომ არა ყავს, ხალხს ხომ დახმარებას ვთხოვთ. დენის ინკასატორს ყოველ მოსვლაზე კიდე ჩვენი იუმორით ვართობთ, რომ დენი არ ჩაგვიჭრას. რა გვეთყობა ახლა ჩვენ აი გეკითხებით დაფინანსების? საერთოდ ძვირფასო მეგობრო, როგორ მივეჩვიეთ თითქოს აი ამ ყველაფერს. რა თანხებზეა საუბარი და რა თემებზე წარმოიდგინეთ. ლილუაშვილით, ჯუანშერით და ღარიბაშვილით ხვდებით თუ რამხელა კორუფციის ჭაობშია ჩაფლული ეს ქვეყანა. აი ბაგაბაღების მანიფაფებიდანაც კი ფულს აკეთებდნენ. მანიფაფებიდან. არ ვიცი აი ამას რა დავარქვა. აი რა ვიცი აი ამათ რა მოუხდება სახელსაც როგორი სახელით უნდა მიუმართოთ რა უნდა დაუძახო. აი მაგალითად მე ვფიქრობ აი გარეული ჩინოვნიკები. ხომ არსებობს ცხოველებში გარეული და შინაური. ჩინოვნიკებშიც ასეა გარეული და შინაური ჩინოვნიკები. ესენი არიან გარეული მტაცებლები. აი მტაცებლები, აი მოუთვინიერ მხეცები. მხეცები, ძღომას რო ვერ იგებენ, დადი ამ მხეცები. აი ამას შეიძლება დავარქვათ. ესეთი პერიოდი კორუფციული ამ ქვეყანაში არ ახსოვს ძვირფასო მეგობრებო. საინტერესოა რას ამბობს სუსის ყოფილი ხელმძღვანელის დაკავებაზე თბილისის მერი კახი კალაძე. მივესალმები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ახლა საინტერესოა თვითონ კორუფციასთან ბრძოლა როდის მიესალმება კალაძეს. მივესალმები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ამბობს მაშინ, როდესაც კალაძის პროგრეს ბანკში შევიდნენ დოკუმენტების საკვლევად. მოკლედ ქოცებო, შეიძლება ჯერ ადრეა, მაგრამ უკვე შეგიძლიათ კალაძის სალანძღავი ტექსტების დაწერა დაიწყოთ უკვე. უკვე დროა, მასე იძახდით ღარიბაშვილზე არ დაგჭირდებაო და ხო დაგჭირდათ. ამიტომ კალაძეზე უკვე წინასწარ გქონდეთ მომზადებული ბრტყელი ესეთი დასაგმობი ფრაზები. ამ თემაზე რომ დაუსვეს კითხვა თბილისის მერს, კახიმ ჟურნალისტებს უპასუხა: გამოძიება ჩემი ინიციატივით მიმდინარეობსო ამ პროგრეს ბანკშიო. ანუ კალაძე გვიმტკიცებს, რომ სანამ სხვის თვალში დინეს დაინახავს, საკუთარ თვალში ბეწვს ეძებს. ამიტომ დაურეკა პროკურატურას, მოდით მომხედეთ ძმებო, ემანდ რამე ცოდვა არ მქონდეს ჩადენი. ეს უნდა რომ დაგვაჯეროს ამ ზვარაკად გამზადებულმა მოდურმა კაცმა. რამდენიმე დღის წინ თბილისში გაიხსნა ფერარის ცენტრი. რა კარგი ამბავია, დიდი აპლოდისმენტებია. ამაზე ანუ გახარებული ბედნიერია მოსახლეობა.
გახდის ცერემონიას კახი კალაძემ ესწრებოდა. მან ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლებთან ერთად წითელი ლენტი გაჭრა. ძალიან მაგარია კახი, ძალიან. წალენჯიხაში ხო ჩაგრიალდი ფერარით, ხო ამას წინ. მოდი ახლა ტურნე გავაკეთოთ მაგის დედაცვატირე რა. ფერარებით თელ საქართველოში. აი ესე მოვედოთ რა. ამ გაჭირებულ ხალხის გულების დასახეთქად ყველასი. თქვენ მამობჩეველმა ხო უნდა დაინახოს შორი და როგორია ლაქშერი ცხოვრება. ნუ აი მიგრიალოთ რა, მიდი უბეროთ. კაია. კაია ფერარი ახლა რა ჯობია. ზოგადად ადრე თუ Mercedes და BMW-ს ყიდვის საშუალება არ ქონდა, ახლა Ferrari-ს ყიდვის საშუალება არ აგვაქვს. ანუ ხო გაიხსნა და ანუ იმისიც არ გვაქვს, ახლა ამისიც არ აგვაქვს. რამდენიმე დღის წინ საოცარი ინიციატივით გამოვიდა ირაკლი კობახიძე. მართლობიდან 13 წლის თავზე შენიშნეს, რომ პროდუქტებზე ფასებია მომატებული. ნახოთ რა განცხადებას აკეთებს ეს ღვთისმიერი ადამიანი, ჩვენი პრემიერი. საქართველოში სურსათი უფრო ძვირია ვიდრე ევროპაში. ჩნდება ეჭვი, რომ ბაზრის მოთამაშეები კარტერული პრინციპით მუშაობენ. ანუ ეს ევროპა, რომელიც გაუბედურებულია და ეკონომიკით ზრდის ტემპით ჩვენ ვუსწრებთ, თურმე პროდუქტების ფასები გაცილებით იაფიაო. წარმოგიდგენთ ხარ. ნახოთ როგორი გაგრძელება მოყვა ირაკლი კობახიძის განცხადებას. სუსი სამომხმარებლო ფასების შესწავლას იწყებს. საოცარი ინფორმაცია. სუსი, რომელიც უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო უსაფრთხოებაზე და დასდებდეს რუს აგენტებს ქვეყანაში, აპირებს რომ ირბინოს ბაზარში და ბულგარული წიწაკის და ვერმიშელის ფასები აკონტროლოს. ეგემად ვიღაცა უფრო ძვირად არ გაყიდოს. რა ვიცი, ბარემ დინარაძის ნაცვლად დავნიშნოთ მადონა კოიძე, სუსის უფროსა და დავარქვათ პუსი. პროდუქტების უსაფრთხოების სამსახური. პუსი. ეს მაჭარაშვილისნაირი ხუმრობა გამოგვივიდა, მაგრამ არა უშავს, ჩვენც გვაქვს უხარისხო გადაცდომები გადაცემებში, ძვირფასო მეგობრებო, არა უშავს. მალე შეიძლება სუსში ყოველ კვირის ბოლოს ჩაინიშნოს ბრიფინგი, გამოვა სუსის წარმომადგენელი და მკაცრი სახით გვამცნობს ასეთ ინფორმაციას. ერთი კვირის განმავლობაში 30%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება მყ, უხ და სძ. მყ ანუ მდნარი ყველი, უხ ანუ უცხიმო ხაჭო, სძ სამონადირეო ძეხვია, სძ. ესეთ. ამდენად აბსურდში ვცხოვრობთ ხო ხდებით. როგორც ცნობილი გახდა, გახარიას პარტია მონაწილეობას მიიღებს სურსათის ფასებზე საპარლამენტო კომისიაში. ახლა მინდოდა თქმა, აბა გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს ვინ გაბედავდა ფასების მომატებას ხო? იმიტომ რომ გახარია კაცი იყო და რაღაცნაირიანი იყო. მაგრამ ვეღარ ვამბობ. მიზეზს გეტყვით, რატო ვერ ვამბობ? ნახოთ. ოცნების პროპაგანდისტი თათარაშვილი ესეთი განცხადება. ვინც კიდე გახარიას ახსენოს, თუ კაცია მოძრეს, თუ ქალია არ ენახოს მის ცხოვრებაში. კიდევ კარგი აქამდე არ დამწყევლა, თორე მე იმდენჯერ მაქვს ნახსენები, ეკთება რომ წესით ტანს ქვემოთ არაფერს ვეღარ უნდა ვგრძნობდე, ისეთი იმდენი რაოდენობით მაქვს. მაგრამ მე მორწმუნე არ ვარ, თათარაშვილის წყევლის მე არ მეშინია. მე ყოველთვის გავიმეორებ იმ შენს ფრაზას, თემურ და შენი წყევლა ვერაფერს ვერ ვიზამ. იმიტომ რომ კაცი ვარ და არაფრიანი ვარ. უკვე მუშაობს წყევლა, ხედავ? უკვე წყევლა მუშაობს, ხალხო, რა ხდება? არაფრიანი ვერ ვამბობ იმას, არაფრიანი ვარ. მოდი შევეშათ ამ პროდუქტების ფასებს და ამ ნაკლებად საინტერესო თემებს, მინდა ერთი ძალიან ძვირიანი ინფორმაცია გაგიზიაროთ. როგორც გაირკვა, ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ლანჩზე სასტუმრო პარაგრაფში დადის და ეს ლანჩი 230 ლარი უჯდება დღეში. გესმით ხალხო, 230 ლარი ერთი ლანჩი. ანუ გამოდის სამინისტროდან ეს ქალბატონი, გადაღლილი, ქვეყნის ბედზე დაფიქრებული და უკვეთავს ლანჩს, რომლის ღირებულებაც არის ჩვენი ქვეყნის ერთი თვის საარსებო მინიმუმი. ისე გაჭირებულ მოსახლეობასაც შეგვიძლია რომ ყოველ დღე ლანჩზე სასტუმრო პარაგრაფში შევიდეთ, მაგრამ
დრესკოდის გამო არ გვიშვებენ, ჩაცმა ვერ ვისწავლეთ ხალხმა. ჩაცმა. როგორ შეიძლება? ხო შეიძლება ჩვენ თავზეც მივხედოთ. ვაგრძელებთ თემას და კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია მინდა გაგაცნოთ, ვნახოთ რა გველოდება 1 იანვრიდან. 1 იანვრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ხელფასი 15,000 ლარი იქნება. როგორი თავმდაბლობაა რა, ადამიანი რამდენი წელია საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორია და ამდენი წლის შემდეგ გაიზარდა ხელფასი სულ რაღაც 3,000 ლარით. როგორ ეთყობათ რომ ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რაღაცა გასაცოდავებულ 100 მილიონს იღებენ. აბა ჩვენ რა გვენაღლება ოპოზიციურ არხებს, კოლცენტრებიდან მოდის მოჩხრიალებს ფული. მოჩხრიალებს ფული ჩვენს ხელფასებში. უკრეთ რომ წარმოვიდგინოთ შეგახსენებთ საზოგადოებრივი არხის ბიუჯეტი ფინანსდება ჩვენი მოქალაქეების თანხით. ანუ ხალხის ფულიდან 15,000 მას ვუხდით. დიდებული ამბავია ძვირფასო მეგობრებო. ერთი სიტყვით ტელევიზიას, რომელსაც 15,000 ადამიანიც კი არ უყურებს, მის დირექტორს ექნება 15,000 ლარი ხელფასი. არ გატყუებთ მართლა ასეა. რამდენიმე დღის წინ საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები ესტუმრნენ და გაიმართა ელჩების კონფერენცია. ამ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ოცნების პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. ნახოთ როგორ გვასახელა მან ძვირფასო მეგობრებო. ჩვენი ქვეყნის მისამართით მთელი რიგი დაუმსახურებული ბრალდებები მოვისმინეთ. ჩვენს ერთგულებას იმ მიდგომის მიმართ, რომლის თანახმადაც კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას მშვიდობიან მოგვარებას უწყობს ხელს. ძვირფასო ტელემაყურებლობა ეს მუსიკა ავტომატურად ჩაირთო. ჩვენ არაფერი მიგვიდია თვითონ ხელოვნურმა ინტელექტმა ამოაგდო ეს მუსიკა და დაადო თავისით. ყოველ მის გამოსვლას უნდა მოყვებოდეს ფონად ეს სიმღერა. ადრეც ქონია, მაგრამ რა ვქნა, უხდება ამას. მგონი ოცნების ყველა წევრს მოუხდება, თითქმის ყველა წევრს ეს მუსიკა ძვირფასო მეგობრებო. შეკაცო, თუ ესე სწრაფად ვერ კითხულობ, ნელა წაიკითხე, სად გეჩქარება. დამარცვლე, ისე და ისე წაიკითხე. თითი გააყოლე. ხაზებს რო არ აგერიოს იქ ხაზი. რა ვიცი ხა პირველ კლასში ასე გვასწავლიდნენ მასწავლებლებიდან. რა უნდა კაცო ესე რო ესე მიყვებოდით ესე თითო სიტყვას ესე მართლობრივად მე იკითხება წინადადება ჩაულებრივად. მოკლედ სამი ამბანი გვაქვს ქართველებს და რომელიმე მაინც ისწავლეს შედალოცულო. მართლა რომელიმე ისე რომ ორი სიტყვა მაინც გაგვაგებინო. ამ პირდაპირ ტექსტი გამოაქვეყნე და აღარ წაგვიკითხოთ ჩვენ თვითონ წავიკითხოთ. არ არის პრობლემა. მონოლოგის ბოლოს შევინახე ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელიც გაჟღენთილია უმაღლესი კლასის იუმორით, ძვირფასო მეგობრებო. მოდით მოვისმინოთ ეს განცხადება, რომელიც ევროპას ეხება. ეს ყოფილა არა ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკა, არამედ ორპირი კარის პოლიტიკა. გესმით ხალხო? გაიგეთ საჩაურტყა, ეს არ ყოფილა ღია კარის პოლიტიკა, ეს ორპირი კარის პოლიტიკაა. მე კიდე ვერ ვამბობ ესე კარგად და იქ ადგილზე უნდა მოусმინო. ირაკლი ისე კარგად. მე ეს ხალხი ხო სიცილი დაიხოს და იქ კი არა ევროკავშირიდან დარეკეს. როგორო ბიჭო ესე როგორო? ევროპა ღიაო და აი იქაც კალასები და ისიც მოკვდნენ სიცილით რა. წინა კვირას მაჭავარიანმა კაია კალასი, ცუდია კალასიაო, ახლა კიდე კობახიძემ ეს თქვა, მოკლედ ყველაზე მეტად ამ ქოცებს რაც აზიანებთ, ეს არის იუმორის გრძნობა, ძვირფასო მეგობრებო. იუმორის გრძნობა 1%-ითაც არ აქვს. ამიტომ არ გაჩერდეთ, რაც შეიძლება მეტი ასეთი იუმორი შემოგთავაზეთ. წამების გამო თუ არა, ამ ხუმრობების გამო მაინც შეიძლება დაამხოს ხალხმა ეს მთავრობა. პირდაპირ ყურს მიბზარავს მე პირადად ხო და მზად ვარ აი ამ რევოლუციურ მოძრაობას ჩაუდგე სათავეში. აბა ხალხო, მომყევით. თქვენ კიდე გააგზავნეთ ლაპარაკი, კაია კალასი, ცუდია კალასი, ღია კარი, ორპირი კარი, ჟიგიმანტასი, მიდით ბოლომდე ორსულა, რა ვიცი, მიდი არ გაჩერდეთ. იგრიალეთ, მადლობა ძვირფასო მეგობრებო. ეს იყო ჩემი მონოლოგი, იმედია სულ მალე ჩემს გადაცემას გააფორმებთ ბენდი თამუნა ლეკვეიშვილის ხელმძღვანელობით. დიდი მადლობა.
ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია კორუფციის მკვლევარი ბატონი ბესიკ დონაძე. აქვე მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის წარმოდგენია კომპანია PSP, PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე ზრუნვა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. ჩვენი სპონსორია კეტონალი დუო, ჭკვიანი კაფსულა სწრაფად და ხანგრძლივად აყუჩებს ტკივილს. ასევე გადაცემის პარტნიორია PNXG, ამანათები ჩინეთიდან. ყველაზე დაბალი ფასი ბაზარზე და სუპერ სწრაფი ტრანსპორტირება. დეკემბრის სპეციალური აქცია PNXG-ში, დარეგისტრირდით PNXG-ზე დღესვე და მიიღეთ 2 კილოგრამი ამანათის სრულიად უფასო ჩამოტანა. გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა, პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენ სუფრაზე, ასევე გადაცემის პარტნიორია InSpace Design-ი, InSpace Design-ი ქმნის თანამედროვე და პრაქტიკულ ინტერიერის დიზაინს, InSpace Design-ი ჩვენ ქმნით თქვენ სივრცეს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენმა შემოგვედებით და ჯგუფმა შევქმნით ახალი გასართობი არხი, ჩვენი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენ სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, სილქნეთი და ახალი ქსელები 345 და მარტივი ნომერი 45. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათ შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ ვანო შოუს ყარა ჩოხელები ახალი სადღე გრძელოებით. ნახოთ. ბიჭებს გაუმარჯო. მოდით მოგიჭახო. მოდით ბიჭებო, თუ მზად ხართ, ხო? ერთი კარგი სადღე გრძელოებით დავცხოთ. ტუტუ, შენ ტროტუარზე დავდახარ, აკაც უკი ხო არა ხარ, ჩამო რაღა. რა სახტები, ფეხით ჩამოდი რაღა. დავიწყოთ. მოდი მე დავიწყებ, ჩემო ძმებო. დაიწყე. მე მინდა ამ ფიალით ეს კორუმპირებული ჩინოვნიკი ვადღეგრძელო. სახლში ოქროს ზოდები რომ აქვს და მაინც გაჭირებულ ხალხზე ფიქრობს. და იმ ადამიანს გაუმარჯოს, რომელიც ტელევიზორში ჩინოვნიკის ოქროს ზოდებს უყურებს და სუფსას ჭამს. გაუმარჯო, ღვინო გვაქვს, ღვინოს ავსვამ, სუფი გვაქვს, სუფსას ჭამს. მოდით ბიჭებო. აი ამ ფიალით იმ კაცს გაუმარჯოს, რომელიც ევროპაშია წასული და არც საქართველოში დატოვებულ ცოლშვილს აკლებს პურის ფულს და არც ევროპაში ახალ შეძენ ქმარშვილს. გაუმარჯოს. ოქროს სიტყვებია, ოქროს. მოდით, ამით იმ ქოც კაცს გაუმარჯოს. კონსტიტუცია რომ წაკითხული აქვს, მაგრამ მაინც ფილმი ურჩევნია. მოდი მიხეილ ყაველაშვილს გაუმარჯოს. სიტყვებია. მოდი ამ ფიალით შემოძმებო. ევროპაში გაფრენილ იმ არწივს გაუმარჯოს, რომელიც ბედის საძებნელად მზად არის 9-მთა და 9 ზღვა გადაიაროს. მოდი ძმებო, ამით ჩვენს მომავალ ქმრებს გაუმარჯოს, რომლის მოსაძებნადაც მზად ვართ ქვეყნის დასალიერშიც წავიდეთ. რა სიტყვასიკო? რას ამბობ, ბიჭო? მე ხიტა გაყარე. ენამ არ გიყივლოს. მოდით ბიჭებო, მე გავაგრძელებ. მე მინდა ამ ფიალით ის კაცი ვადღეგრძელო, რომელსაც მთელი კარიერა გატუზო აზღვევდა. დღეს კი არაფრისგან არაა დაზღვეული. მივხვდით, ვიზეც აგულისხმობ შედა. გაუმარჯოს. ერთი ისტორია მინდა მოგიყვეთ, ჩემო ძმებო. ერთხელ ერთი ბერიკაცი ზამთრის სუსხია ღამეს მთას გაეშურა. ისეთი ცუდი ამინდი შეხვდა, რომ გზად ჩარჩა. საჭმელ სასმელიც მალე დაუმთავრდა, მაგრამ რამდენიმე თვე მაინც გატანა შეძლო. მოდით იმ მეძძურ კაცებს გაუმარჯოს, რომლებიც თავის გადარჩენას მარტივად შეუძლიათ სიცოცხლის გადამრჩენელ კაცის რძეს გაუმარჯოს. არე ამომწურავად ილაპარაკა. მოდით ბიჭებო, ამით იმ კაცს გაუმარჯოს, რომელიც ჯოხის ცუდა სროლის გამო კურიოზებში უნდა მოხვედრილიყო და ციხეში მოხვდა. მოდით, ონიზე ცხადადეს გაუმარჯოს. გადასვენაცვალე იმ ულამაზეს ალენ დელონის სვირპილში. გაუმარჯოს. მოდი ბიჭებო, ახლა გვეყო სადღე გრძელობი და გავიდეთ რა. გავიდეთ აქედან, ყველა მივდივართ ჩემთან დუქანში. დუქანში ისეთი სუფრა უნდა გაგიშალოთ,
კაცის რძე და ჩიტის რძე რო არ აკლდა. ისეთი სუპრა გაგიშა. მაგარი ანეკდოტი მოგიყვე? აბა. კაია კალასი, ცუდია კალასი როგორ გახდა? კაი, გითხრა? როგორ? წამო მოგიყვე, წამო. აბა ორთაჭარის ბაგაბახში მიდახე მინდავა. ბაგაბახში? კაი, ბახში, ბაგაბახში. ბახში კი არა, ბაგაბახშიო, კაცო. ვაგრძელებთ გადაცემას და ვინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ გადაცემის წარმოდგენია კომპანია PSP. PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე ზრუნვაა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. ასევე გადაცემის სპონსორია კეტონალის გელი ამცირებს სახსრების ტკივილს, შეშუპებას და ანთებას. გადაცემის პარტნიორია Pinex-G, ამანათების ჩინეთიდან ყველაზე დაბალი ფასი ბაზარზე და სუპერ სწრაფი ტრანსპორტირება. დეკემბრის სპეციალური აქცია Pinex-G. დარეგისტრირდით Pinex-G-ზე დღესვე და მიიღეთ 2 კილოგრამი ამანათის სრულიად უფასო ჩამოტანა. ასევე გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენ სუფრაზე და გადაცემის პარტნიორია InSpace Design. InSpace Design ქმნის თანამედროვე და პრაქტიკულ ინტერიერის დიზაინს. InSpace Design ჩვენ ქმნით თქვენს სივრცეს. კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ჩვენი ახალი ტელევიზიის, ჩვენი არხის მოძებნა მარტივად შეგიძლიათ თქვენ სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, სილქნეტი და ახალი ქსელების 345 და მარტივი ნომერი 45. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზეც შაბათის შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ პროპაგანდისტული მედიის ფანოღური საინფორმაციო გამოშვება მაგდანა ანუკიშვილთან ერთად. აქვე შეგახსენებთ, რომ სიმღერა ჩაწერილია სტუდია InSound-ში. InSound-ი სტუდია, რომელსაც ვენდობით. ნახოთ მუსიკალური ნომერი. ხალხი ხარ, სულ ასე ყოფნას გისურვებთ, ყოველ დღე twinებს გირეცხავთ და მაინც სულს ჩვენ გვიყურებთ. სიყალბე ისე შევხუთეთ, დღემდე სიმართლე გონიათ, თურმე ჩვენს მაყურებელზე ეს რა გავლენა გქონია. პირველი ჩართვა გვექნება კაცთან, რომელიც გაკოცდა, ბიძინა მთეხზე დაისვა, გამდიდრდა თავზე აცოცდა. როდესაც ხელი იწაფება, ფული თავისით იქაფება, ქონებას ვიხვეჭ, არ ვქარგავ ძამს, ხოცი ვარ ჩემი საყელოც ჭამს. მე ნუ დამიჯერ, არ დამკარგო, სხვას თუ მიუტევე მე მშიღატო, ბოდიში საქმელად შენთან მოვქრი, ძლივ წელში გავსწორდი, ნუ ღარ მომხრი. ყველაფერს მოვყვები, შენ ნუ გაბრაზდები, სულ ყველას ჩავუშვებ და ჩემზე დახუჭე თვალი. დიბიდი დაბიდი დაბადა ტენდერები, დიდა და რაიდაი და ათკატები. დიბიდი და იაბადა დაბადადი, ფულს კაფავ მაცადე გეხვეწები. ჩინოვნიკს ფული რად უნდა, გათამამდება და ტანჯავს, ბიზნეს კონდეს ჯობია, ის უკეთესად დახარჯავს. აგაშენოთ და გამშვენოთ, გამრავლდით და გაიხარეთ, ძალიან მიყვარს ქართველები, ოღონდ საქართველოს გარეთ. რა თქმა უნდა ხალხის ფული, ყველამ უნდა მოვიხმაროთ, ოღონდ მე შემატყობინეთ, უჩემოდ არ მოიპაროთ. სულ ტყუილა
ერთად შეაგროვეთ ოქრო ვერცხლი ხალიჩა ჩინოვნიკებს დანაზოგი ჭიაკაცმა წაგლიჯა 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 ოსტატურად წაგლიჯა არაფერი არ შერჩება ჩვენი მხსნელის წინ მორბედავს ახლა კი კულის სევიდან ვთავცა მთავრობო მომღერალს ჩემო მთავრობა განათლებულო ქვეყნის გამო თავ გადადებულო ქოცი აქედა მომღერალი ხარ სმენა არ არის სავალდებულო ვერქოს მიხდიან და მეც უმღერი ვარ სინამდვილეში ინჟინერი ვარ სცენაზე ვდგავარ შეძახეს ვბედავ ხალხო თქვენში ერხელებს ვერ ხედავ ტაშ 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 ტარამ ტარამ ჩემო მთავრობა ტუშ ტუშ ბიუჯეტს დიდი მადლობა ტაშ 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 კონცერტისთვის სულ მაქვს ძაობა ტუშ ტუშ პური და სანახაობა მადლობა რომ სულ გვიყურებთ ნათელ მომავალს იღუპავთ მადლობა რომ პროპაგანდას თვერსასრუტივით ისრუდავთ დღეს სამით გემშვიდობებით გაბრუხდით იმედს ვიტოვებთ სხვა ხზე რაღაც გადართავთ თურქულ სერიალს გიტოვებთ ძვირფასო მეგობრებო ბრუნდებით ეთერში და მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი გაცემის სტუმარი კორუფციის მკვლევარი ბატონი ბესიკ დონაძე როგორ ახალ ბესიკ კარგად მადლობა მოწვევისთვის ეთილი იყო შენი ფეხი ჩვენს გადაცემაში პირველად ხარ და მე ვიცი რომ ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცები გაქვს მოტანილი ჩვენს გადაცემაში მოგროვდა არა ხო იმიტომ რომ რა არის იცი რომ კორუფცია მუდმივად აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში ხო არის ესე რომ ეხლა განსაკუთრებით ეხლა არის განსაკუთრებით ხო აი შევანაძის მთავრობამ რაც მთელი პერიოდის განმავლობაში მოიპარა ამათ აქ მოპარული ერთ კვარტალში პირველ კვარტალში იანვრიდან მარტამდე ხო და ანუ მაგას ვამბობ და ამიტომ რაღაცებზე დავიწყოთ საუბარი ხა თუ თქვენთვის არ იქნება უხერხული მოუყვეთ ყველაფერი კი ბატონო ყველაფერი მოუყვეთ ხო ანუ რა არის იცი ხა პირველი რაც მინდა დავიწყო ხო ეს არის ახლა ეს თანამედროვე ახლა ამ ეპოქია ახლა დღევანდელი პერიოდის ეს ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანებს რო იჭერენ ამ კორუფციის ამბავზე ხო არის ეს რა ანუ ძალიან იჭერენ რას ნიშნავს ანუ რატომ მაინც და მაინც ახლა კორუფცია ხო სულ იყო კი კორუფცია სულ იყო ანუ რაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში ანუ კორუფცია მძვინვარებს რო თქვა საქართველოში აი ძალიან ხო გითხა ერთ კვარტალში მოიპარეს მეთქი მარტო იმდენი ფული რაც მთელ შევარნაძის პერიოდში გააკეთა ჩინოვნიკებმა უბრალოდ ეხლა რატომ იჭერენ ბიზნეს კოდექსი დაარღვიეს მაგათ ეგრას ნიშნავს ხო აი ყურე საქართველოში ხო გვაქვს ჩვენ სხვადასხვა კოდექსი და კანონები ანუ ამის დარღვევა არაფერს არ ნიშნავს საერთოდ არა ეს ჩვეულებრივი ამბავია მთავარია რომ ბიზნეს კოდექსი არ დაარღვიო და ამათმა დაარღვიეს ბიზნეს კოდექსი და ბიზნეს კოდექსის გამო ისჯებიან საქართველოს კანონმდებლობა ქრთამის აღებას კრძალავს ხო ბიზნეს კოდექსი უშვებს ქრთამის აღებას ბიზნეს კოდექსი დაშვებულია კორუფცია ოღონდ ბიზნეს თუ მოპარავ მე ბიზნეს კოდექსი გსჯის თვითონვე ანუ კონსტიტუცია ცალკე წიგნად არის გამოცემული და უდით და დარიგებული აქვს რომ როგორი უნდა იყოს ბიზნეს პატარა ბროშურა არის ბევრი არაფერი არ წერია იქ ძალიან ესეთი მაგრამ აქ 2-3 წინადადებაში ძალიან მაგარი ფრაზა იყო ეს დაგიჭერენ თუ არა და ღვთისნება ყველაფერი ხო არა იგი ხო სხვა შორის ეგ ძალიან საინტერესო იყო და მე ველოდებოდი ადვოკატისგან ესეთ გაправებას რომ მამაოსგან ქონდა კურთხევა და იღებდა ქთამს ყველა გაправება გვაქვს მოსმენილი უკვე და ერთი აი ეგ იყო რომ რადგან მაგ მიმართულებით წავიდა რომ ანუ მის საქმიანობაში უკვე ღმერთით ჩართო ქრონოლოგიურად ეგრე უნდა გაგრძელებულიყო რა რომ ღვთისნება იყო მაგის დაჭერა და მამაოსგან ქონდა კურთხევა რომ იღებდა კი მაგრამ რა არის იცი აი საიდან დავიწყე ხა ლაპარაკი კორუფცია რავი აი
მოდი დავიწყოთ ტენდერები. შენთვის ერთ-ერთი საინტერესო ტენდერი რომელი იყო, აი ნუ ბოლო პერიოდში. ისეთიც რომ ცოტა იუმორიც კონდეს შიგნით. ახლა თლათ ისე რომ აი აპიტაპით შეჭამა, ეგეთი არა რა. ზოგადად როგორ არის, იცით რომ ამათმა ტენდერების ჩაწყობა ხელოვნების დონემდე აიყვანეს. ანუ აი სამსახურებში ხო არის მაგალითად შესყიდვის დეპარტამენტი არის. ხო. ამათ აქვს ტენდერების მორგების დეპარტამენტი. ხო, როგორ უნდა ტენდერების ჩვენზე როგორ უნდა მოარგო ტენდერი. ხო, ძალიან საინტერესო არის ერთი დაახლოებით 20 მილიონიანი ტენდერი არის და უნდა შეიძინონ კომპიუტერები. ხო, კომპიუტერი. ლეპტოპები უნდა იყიდონ რა. შესაბამისად ჩატარდა ახლა ტენდერი, გაიმარჯვა ერთმა კომპანიამ, ხარ დავასახელებ კომპანიას. ხო. გაიმარჯვა ერთმა კომპანიამ და მოკლედ საბუთების განხილვა დასრულდა და კომპანიას მიწერეს წერილი. რომ ყველაფერიო წარმოდგენილი არისო, ატვირთული არისო ყველაფერი პროგრამაშიო. და ერთადერთი დოკუმენტი აკლეაო, ეს არის რეკომენდაციაო. ხო. და ხელი მოაწერა გარკვეულმა პიროვნებამ რა, გიორგი შალუტაშვილი ესეთი. ხო. და გაუგზავნეს წერილი ამ კომპანიას. რომ 3 დღეში რეკომენდაცია მოიტანეო. და 3 დღეში არ დააგვიანა ამ კომპანიამ და მიუტანა სარეკომენდაციო წერილი და ამ სარეკომენდაციო წერილს გიორგი შალუტაშვილი აწერს ხელს. თვითონვე? ხო, თავის თავს მიწერა წერილი. გააგზავნა რეკომენდაცია მომიტანეო და მე იმან იგივე ტექსტით რომ ძალიან კარგი კომპანია არისო, იმსახურებს მოგებასო და თვითონ ისე გიორგი შალუტაშვილი აწერს ხელს. და დამთავრდა ამით ყველაფერი. ხო, და თან იმ კომპანიას 100%-იანი ავანსი მისცეს. ხო, 100%-იანი ეგრე არის. თებერვალში ჩატარდა ტენდერი და აგვისტოში უნდა შეიძინონ. ანუ აგვისტომდე აქვს დრო. მად როგორ არის, ისეთ კანონმდებლობით შეგიძლია მისცი 10%, 15, 20 ავანსად. შესაძლებელია, დაშვებულია, შეიძლება. ამათმა მისცეს 100%-იანი. ანუ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე დაიწყებს ეგრე ბიზნესს. 20 მილიონს რომ მოგცემ, ვერ იყიდე კომპიუტერებს აგვისტომდე? რა თქმა უნდა, არა, ელემენტარულად ასვიძე, ვიცი 20 მილიონს რომ მომცემ, ბანკში გააჩერებ და ბანკში დავდებ ანაბარზე, იმას პროცენტი დაერიცხება და მე თუ გინდა საერთოდ ნუ შევისყიდი. ეგეთებიც არის, რომ საერთოდ არ უყიდია. ხო, ეგეთებიც არის. ეგეთი. მაგრამ რა არის იცი მაგალითად ხო? რა თანხიდან იწყებ კორუფციაზე მოძიებას. ნახე როგორ არის, ჩვენ დაგვემართა ესეთი რამე კორუფციის მკვლევარებს, ხო, შორის ჟურნალისტებსაც, ვისთანაც ხო კონტაქტობთ, ხო? მაგალითად იყო 2015-16 წლები, რომ აი 100.000, 200.000 მოიპარა. ეხლა უკვე როგორ ავართ, იცი, 9 მილიონიდან ზემოთ. ხო, გაგვიტრუხდა ის ქვევი, ანუ 200.000 რომ მოიბარა აღარ ვთვლით ამას, აი მილიონი უნდა კონდეს მოპარული, 200. ჟურნალისტი რო გირეკავს? ხო, ჟურნალისტი რო გირეკავს, რომ ეს სუყე ტენდერი ხო არის, რამე მილიონზე ზევით რო იყოს, მილიონზე ქვევით უკვე გასაშუქებლათაც. ნახე რა არის, ეხლა რო ამ კვირაში რო 20 მილიონზე ილაპარაკე, მერე რო თქვი რომ აი 100.000 მოიპარა, ხო, და 100.000 არაფერს თითქოს აღარ არაფერი. აი იცი რა არის, კაი ეს ხაძიებო პროგრამას ეგრევე ვწყო 9 მილიონიდან ზევით. ზემოთ რა არის შეჭმული. ხო, რა არის. ხო, მაგრამ აი ხალხი გასაგებია, ხალხსაც ხო გაუტრუხდა ეგ გაბრაზება. ხო, იმიტომ რომ 20 მილიონზე ხო გაბრაზდა. და მე რეოვნები რომ 200.000-იც მოიპარა, ფიქრობს რომ 20 აქვს მოპარული რა და ეხა ანუ საქართველოს მოქალაქეებმა ბიუჯეტთან ბმა დაკარგა. ანუ მათი რო არის ფული არის შეგზნება არა. ხალხს არ აქვს დღემდე. აი ხაი უყურებ, აი არავინ რო არის ეს აი ფინანსური კრიზისი ხო გაქვს. აი შენი გადაცემის 5 წლის ბიუჯეტი აქვს ერთ კონტრაქტში მოპარული ჯუანშერ ბურჯულაძეს. კი, 1.5 მილიონი აქვს წაღებული. ერთ კონტრაქტში. აი წარმოიდგინე რამდენი ხანი იყო თანამდებობაზე და ერთი კონტრაქტი შეუმოწმეს მარტო. ერთი. და 1.5 მილიონი აქვს მოპარული. ერთში მხოლოდ. ერთში მხოლოდ. ხო და ეს 1.5 მილიონის რაზე როგორ მოიპარა, იცი, რომ თბილისიდან გორამდე ჩაიტანა კატეს აპარატი და 1.5 მილიონი მოუგო 80 კილომეტრში. დაამბული საოცარი ამბავია. ეხლა კიდე რა არის ისი? კიდე არის აი მაგალითად რესტორნები. აი ხო? ეს ამათ სუსტი წერტილია. სუსტი წერტილია ამათი, რომ ამათ კეიფი ძალიან უყვართ რა, მოდი ესე ვთქვათ. რაღაცებს იგონებენ ხოლმე რომ იქეიფონ. დღესასწაულებს იგონებენ. ღონისძიებებს იგონებენ რა, განსაკუთრებით რეგიონებს აქვთ ხოლმე ძალიან. აი კახეთის რეგიონს აქვს ძალიან კარგი ფანტაზია რა. მაგალითად არის ესეთი შემთხვევა რომ 17 თუ 18 იანვარს ახალი წლების მერე რა, კახეთის რეგიონის მერები შეიკრიბნენ და გუბერნატორი. ერთ-ერთ კახეთის მუნიციპალიტეტში გურჯაანში პირობითად და ამ შეკრებას დაარქვეს, რომ იმუშავეს კახეთის რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე.
ხო, აი ერთ დღეს შეიკრიბა კახეთის მერები, ახმეტის თელავის გურჯაანის საგარეჯო სულ ეს შეიკრიბნენ სულ ყველანი, გუბერნატორიც ესწრება და მუშაობენ რეგიონის განვითარებაზე. ანუ რა არის ხამაში ცუდი, ხო არაფერი არ არის. უბრალოდ მე ამათი ერთად შეკრება დაგვიჯდა 3000 ლარი რესტორანში. ხო, რესტორანში უნდა იქეიფათ, უბრალოდ მოიფიქრეს რა, რომ ეკონომიკური განვითარება. აი რომელი დაიჯერებს საქართველოს აი მოქალაქეები, რომ 18 იანვარს კახეთის რეგიონის მერები დაждდნენ და ეკონომიკის განვითარებაზე იმუშავეს. კაია. და იცი რა უნდა გითხო, ჭამაშიც მენიუსაც აკვირდები, ხო? ნახე რა არის, ავტომატურად არის მოყვება ეს ხელშეკრულება. რასაკეთებენ იცი? ბიუჯეტიდან ანუ რაღაც ბუღალტერი კი აღარ რიცხავს ფულს. კარტა აქვს, ხო? ხო, ბიუჯეტის კარტა აქვს დამზადებული და მეც კარტებს ესე პირდაპირ გადაიხდის და გამოვა. ხო, მენიუებშიც როგორ არის, იცი, ახლა ის სტანდარტული მენიუები ხო ვიცით რესტორანში რაც არის, ხაშლამა არის, მწვადი არის, რაღაც ვიცით ახლა ხო რესტორანში რა. აი იუსტიციის სამინისტროს ქონდა ძალიან ესეთი შთამბეჭდავი მენიუ რა. თან მინდა გითხრათ რომ ახლა მე რასაც საუბრობ აი ტენდერებზე და ჭამებზე ყველაფერი არის დოკუმენტალურად დადასტურებული. ანუ აი ტელეფონში მაქვს აი ეს მენიუ შემიძლია გავხსნა და განახოთ. გაიგეთ. კი და ერთ-ერთი მენიუ არის იუსტიციის სამინისტრო. ვინ იყო მინისტრი მაშინ? მინისტრი არის წულუკიანი. თეა? ხო, თეა წულუკიანი არის და ეხლა წავიკითხავ რო არ შემეშალოს, სათაური ცოტა ისეთია მენიუსი. ერთ-ერთი კერძის ნიგოზ ჩაზელილი პომიდორი რაღაცები, ეს ხო ყველას გაგვიგია. და აი მაინტერესებს ნაჭამი თუ გაქვს შენ ღორის დაბრაწული მუცელი. ამ სტუმრად ყავდათ რომელიღაცა ტომის გელადი. ხო, აი რა ვიცი, მე მაგალითად არ მყავს არც ანათესავში სამეგობროს ღორის დაბრაწული მუცელი რა მართლა ოფიციალურ მე აღწერია. კიდე რეები შედის. ღორის დაბრაწული მენიუ. ნუ კამეჩის მაწვნის ტარტი და რაღაც. კამეჩის მაწვნის ტარტი. ზესუმზირა ლიმონათი ყავა და ასე შემდეგ. გასაგებია. იცი რა უნდა გითხო კიდე, აი მაგალითად კიდე თუ აკვირდები შენ სიპებს და აიპებს. ხო, მან ეგ ჩვენი ტკივილია ზოგადად ქვეყნის. ხო, აი სიპები, აიპები ხო ბევრი, აი ხა მაგალითად ჩემთვის გამაუგებელი უბრალოდ სიტყვას მოაყოლა კალაძემ და მერიაშიო ეგრევე ჩვენთან 30000 ადამიანი მუშაობს. წარმოიდგინე 30000. თბილისი ხო დიდია მაინც. რა ხო, აი ხა მოდი გადაჭიმული აი მეგაპოლისი აი ნახე 30 ნიუ-იორკის ხელა არის თბილისი. ეხლა რა ციფრებსაც გეტყვი, ეგ 30000 საერთოდ არ იქნება გასაკვირი. ზესტაფონში ხო ხარ ნამყოფი? ზესტაფონში მე როგორ არა ვარ ნამყოფი. თამუნა ზოგადად ზესტაფონი. თამუნა. ხო. ზესტაფონის მერიაში რამდენი ადამიანი მუშაობს, იცი? 968. ან ნახე მერმარო თქვას რომ დილის 10 საათზე მაგ ეხა თათბირი და ყველა თანამშრომელი მოიყვანეთო. შენობა არ არის ზესტაფონში რომ ყველა დააჯინე. ან აი მაგალითად ეხა აი წარმოვიდგინოთ რა, აი საქართველოს მოქალაქეებმა წარმოვიდგინოთ რომ დილის 10 საათზე ზესტაფონში იღვიძებს 968 ადამიანი და ზესტაფონის განვითარებისთვის მუშაობს. რა მეტყობა ზესტაფონს? რაზე მუშაობს ამდენი კაცი? აი მაგალითად თელავში მუშაობს 1103 კაცი მერიაში. 1100. პატარა ქალაქია თელავი, დიდი ქალაქია. ლენტეხი ხო პატარა არის, 600 კაცი მუშაობს. ამბროლაურში მუშაობს 661 ადამიანი. ამბროლაურის პატარა ქალაქია ძალიან. ორი ქუჩა არის. ხო. რასაკეთებს 600 კაცი? ხო და მაგას ვიძახი, ანუ აი რომელიმე რეგიონს ეტყობა, რომ იქ ამდენი ამხელა რესურსი იხარჯება. ხო. ხელფასად მიდის. ზოგს კამი არ აქვს საერთოდ, მაგი და არ აქვს. მაგრამ შექმნილი აიპები და სიპებსაც ხო ისეთი საინტერესო ხო იგონებენ ახალი სიპები. ხო, ნუ ახლა რა არის, რაღაც აიპი რო შექმნა, მაგალითად და დაარქვა ინფრასტრუქტურის განვითარება, ხო? ჩვენერი სახელია რა, ინფრასტრუქტურას განვითარებს რა პრეტენზია გვაქვს, ხო? ტურიზმის განვითარება, დაარქვი რა, სპორტის განვითარება, ხელოვნებისა და რა ყველაფრის განვითარება, ხო? მაგრამ ახლა ერთი აიპი არის ძალიან მაგარი შექმნეს 2020 წელი არის პანდემიას ვებრძვით, გადავრჩებით თუ არა არ ვიცით, ხო? ხო, ძალიან ძიმე პერიოდი. ძალიან ძიმე პერიოდი არის და არის ესეთი აფხაზეთის მთავრობა, ხო გაგიგიეთ? კი. ხო, კაცმა რო არის ის რასაკეთებენ. მოკლედ დაფინანსება. ნუ დაფინანსება ყველაფერი და შექმნეს აიპი. რა ქვია? აიპი.
ეხლა მოდი გავიაროთ რა ქვია ამ აიპს. აიპის დასახელება არის სულიერების ცენტრი. არც მეტი, არც ნაკლები. არ ხუმრობ, დოკუმენტებია. სულიერების ცენტრი შექმნა აფხაზეთის მთავრობამ. და ამ ცენტრის დაფინანსება არის წელიწადში 250,000 ლარი. ანუ ეგ ჩვენ ვინც ვართ, 250,000 ლარს ვიხდით, რომ სულიერების ცენტრმა იფუნქციონიროს. ეხლა ჩნდება კითხვა. ეს სულიერების ცენტრი რას აკეთებს? ანუ რაღაცაზე ხო უნდა იზრუნოს, ვაჟა-ფშაველაძე აქვს აგერ ოფისი. კი, ვიცი. და რაღაცაზე უნდა იზრუნოს, ხო? ვაჟა-ფშაველაძე ზის ოფისში აფხაზეთის მთავრობამ შექმნა სახელი აქვს სულიერების ცენტრი. და დავიწყე ხა კვლევა რა უნდა საერთოდ ამ ორგანიზაციას. რა ეხება? ჩვენ სულთან აქვს საქმე თუ რა? მოკლედ ამოვიღე წესდება და წესდების პირველი A პუნქტი. აფხაზეთის საზოგადოების სულიერი გაჯანსაღება. ვაჟა-ფშაველას გამზირიდან აფხაზეთის საზოგადოებას აჯანსაღებს სულიერად. პუნქტი B. სულიერი მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და განვითარების ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება. პუნქტი G. სულიერების პოზიციონირება. სულიერების პოზიციონირება მდგრადი განვითარებისა და სხვადასხვა სექტორ საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროებში. პუნქტი D. კაცობრიობის სულიერ და მატერიალურ ფასეულობათა პროპაგანდა, მოქალაქეთა შორის მშვიდობიანი თანაარსებობისა და შემწყნარებლობის აღსადგენად. პუნქტი Z. სულიერების როლისა და პოტენციალის ახლებული გააზრების ხო, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და აუდიტორიის განვითარების მიზნით საზოგადოებასთან კომუნიკაციის ძალიან მინდა ის ტიპი გავიცნო, ეს ის დაწერა. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც შექმნეს აფხაზეთის მთავრობაში. ხო 250,000 ლარი დაგვიჟდა ეგ რა. დღესაც არსებობს? ეხლა რა ქნეს იცი? ეხლა ამ წუთას გააუქმეს 4 წლის თავზე. ხო. ანუ 4 წელი ჩვენ სულიერება პრობლემა ხო არ ქონია, ესენი ზრუნავდნენ. იცი რა უნდა გითხრა, ეხლა მაგალითად ხო ყოველ დილით ხო გამოდიხარ სახლიდან, რომ დაიწყო რაღაცა თემაზე მუშაობა რა, ხო? გამოდიხარ და აი ყველაფერი ხო გვაქვს ესეთი შეგრძნება, რომ ეხლა წავედით და დავიწყოთ ახალ იმაზე მუშაობა. კი, როგორ ანუ ყოველი დღე, ერთი იყო ძალიან ესეთი სასაცილო ამბავია. შემსწრე არავინ არ მარტოზე, სახლიდან გამოვედი, ჩვეულებრივი ესეთი ხო. არაფრის მთქმელი დღეა, სტანდარტულად უნდა წავიდე და რაღაცეები ვეძებო. ხო. და რაღაც ფონური ის არის, რადიო ჩართული გაქვს და რაღაცები გესმის რა და დაიწყო ჰოროსკოპი. ну ეხა ბიზნესი დაიჯერა ხალხმა და ჰოროსკოპი სადღაც უნდა გჯეროდეს, ხო? ჰოროსკოპი, ფენშვი, ყველაფრის უნდა გჯეროდეს. ხო. და ეს ჩართული არის ეხა ესა და მიდის ჰოროსკოპი და დაიწყო და მივიდა სასწორზე. სასწორი ვარ ეხა ზოდიაქოთი და აუწიე რა, რომ გავიგო ერთი რა უნდა. დაიწყო რომ ნეიტრალური დღე გაქვთ და ცაგარელი იმას ავშება და დღევანდელი დღის რეკომენდაცია. სხვის ფურს ნუ დათვლით. მოვტრიალ წამოდი სახში. არ იყო შენი დღე. აზე არ იყო, არ ჩემი დღე აღარ იყო. დღე არ იყო. ყველა სასტორისთვის იყო ნეიტრალური, ოღონდ მე საქმე არ მქონდა იმ დღეს. ანუ რეკომენდაცია იყო რომ სხვის ფული არ და მეც არც არ ვაკეთებ. ჩემი არ მაქვს რო დავთვალოთ. შესაბამისად სხვის ფულს იტლი კი. ხო. მაგამ ბავში მართლა მოწესრიგებული ადამიანი ხარ, იმიტომ რომ სულ ესე გაწიკწიკებული გაქვთ ხოლმე ყველაფერი ხო. კი, ზოგადად ეს მოწესრიგებული რაღაც ისეთი ზომიერი ადამიანი ვარ, არ მიყვარს რაღაც ისეთი. აი, განსაკუთრებით გზებზე მანქანის მართვის დროს არის კიდე ზედმეტი წესიერება რა. სახში ყველა მეჭუბე ორნელა დავდივარ. ზედმეტი წესიერება თუ ხარ გვიან მიხვალ სახში. ეს არის. საცობებთან დაკავშირებით არის კიდე ძალიან ის. ხო იცი, საცობში რო დგახარ და გვერდიდან რომ მანქანები აი ტროტუარებზე რომ მიდიან, გვერდიდან რო გაგივლიან, ხო აი ხო ძალიან ნერვები მომშლელია რა. ზევიდან რო გიყურებენ ესე რო არის ეს. და გაიარა. და ერთი დღე არის წერეთლიდან ავდივარ საბურთალოზე, ანუ ის ხიდზე გადავედი. ხო, ვახუშტისხლზე გადავედი და ქვევით უნდა ჩავხვევი, რომ სანაპიროზე ჩავიდე. გოთუამდე ჩასახვევი. ხო, გოთუამდე ჩასახვევი ვარ და ეგ როგორც კი შეუხვიე ამ შესახვევში და მანქანა არის გაჩერებული, ანუ არ მიდის
საცობია. მოიც პატიოსნად ამოვდექი ამანქანის უკან და დავდექი და ველოდები როდის წავა. რაღაცა 3 წუთში ცოტა გადავიწიეთ. ამასობაში გვერდიდან ერთმა მანქანამ გამიარა, მეორე მანქანამ გამიარა. მესამემ რო გამიარა სიგნალით, გავაპროტესტე, რომ მეთქი სად მიდიხარ, კაცო, მე აქ საცობში ვდგევარ და თან ახლა ვფიქრობ, რომ ესენიც მიშლიან მე საცობში გასვლას, იმიტომ რომ ხო რო ეკვეხებიან ხოლმე იქ. გვერდულად. ამიტომ დავიწყე ახლა დამყარება წესრიგის. გადმოვედი მანქანიდან და ვინც დააპირებს რომ გამისწროს, რიგში ვაყენებ. რომ ვთხარი ძმაო, რა ასაკეთებ, ახლა ვერ გავიგე. იქ ახლა ერთმა ორმა მიცნო სახეზე და ახლა მე რო წესრიგს ვამყარებ, მომეხმარნენ ახლა ისინიც რა. ერთ თავში დავლა დავაყენე, მეორე არავინ არ უნდა გაგვეპაროს რა. რომ ყველა უნდა ჩავაყენოთ რიგში და ბოლო მანქანა უკვე სადღაც აი ჩაცდა რა, ხითან არის უკვე, დიდი საცობია. ხო, პატრულმა წამოვიდა რომ რა ხდება, არაფერი არ ჩანს და საცობია. საბოლოო ჯამში გაირკვა რომ გაზის ზაპრავკის ეგრეთ წოდებული რიგში დავაყენე მანქანებს. გვერდზე იყო. თუ გაქვს ნანახი, მან დრო შეუყვე, იქვე ცოტა ქვევით არის გაზგასამართ. ხო, მაგრამ გაზის ზაპრავკა უხდება რა ამას, რა. იქ უბრალოდ გვერდზე უნდა გაგევლო და ჩახვიდოდი რა ეს თამარი. ეიქო. მოვაწესრიგე რიგი რა. ხო. მაგრამ მე ვიცი რომ შენ 2021 წელს იყრიდი კენჭს. კი, ისანში საკრებულოს შენ ისნელი ხარ, ხო? კი, ვაზისუბნელი ხარ. ისანში როგორ გაიხსენებ არჩევნების პერიოდს? ხო, ძალიან კარგი პერიოდი იყო. ხო, ძალიან. გამოცდილებაც ასე თქვი, ხო, პირველად ყველა არჩევნებზე სუსხვას ვირჩევდი. სუსხვაზე ვმუშაობდი და ხო, გადავწყვიტე ერთ დღეს. ხო, ანუ შენ იყარო კენჭი. ხო, მე უნდა ვიყარო კენჭი. მოკლედ სიტუაცია არის ესეთი, ჩამოვდივარ დილით ეს რაღაც მანქანით მივდივარ, ოფისში უნდა მივიდე და ერთ-ერთი ჩემი უბნელი მაჩერებს რა, ხელს მიქნევს. ოღონდ როგორი უბნელი არის, იცი? შენს გეყოლება ესეთი. შენი უბნელი რო არის, იცი? ოღონდ სახელი და გვარი რო არის, იცი? ხო, სულ უბანში. ოღონდ სადაც არ უნდა შეხვდეს, რომ მიხვალ და გადაკოცნი ამ ადამიანს. იმიტომ შენი უბნელია რა. ხო. ხო და ხო, გამაჩერა. თან ცოტა ისეთი უბნელი არის, გაბრუებული ყოფნა უყვარს რა. ხო. გამაჩერა, მოკლედ და გადმოვედი, მივესალმე, რა შვები, როგორ ახარ, კარგად ავარ და ნუ დაიწყო როგორ მოწონს და როგორი აღფრთოვანებულია, რომ მე ვიყრი კენჭს. რომ საღოლო რა, რომ შენ უბანში რო ხა კენჭს იყრიო, ეგრეო რა, რომ ბოლო-ბოლო მანამდეო ძმაო, ქოცებიო 150 ლარს გვიხდიდნენო და ეხლა ძმაო ვეტყვიო, რომ აგენ უბნელი არისო და რაღაცა სტავკა უნდა გაზარდონო. გეკე გამიხარდა რომ მემაძლევს ხმას. მე გამიხარდა რომ აი რაღაცა აი რაც და მაგას რა ჯობია შენ რომ დაგაყენესო რომ გაძვირდა ცოტა არჩევნებიო. გაძვირდა, თვითონ გაძვირა უბანში არჩევნები, იმიტომ რომ ისი უბნელი აბა ეხა იმას უნდა უთხრა უარი ძმაო და ახლა ცოტა მეტი უბნელის ღალატი ცოტა ძვირიჯდება რა. ხო. ჯობია რომ იცი რა უნდა კითხო ეხა შენ მაგალითად მერიაში მუშაობდი. მერიაში რა გამგებლის მოადგილე გამგებობაში გავუმაგდეს. ხო, მოხსნეს, ხო? მე კი მოუგე სამივე სასამართლო. ხო. ერთადერთი ვარ ნარმანიას დროს? ხო, მერიის თანამშრომლებიდან ერთადერთი ვარ, ვინც ვარ პოლიტიკურად დისკრიმინაციის მსხვერპლი. ოფიციალურად სამივე ინსტანცია საქართველოს. სამივე ინსტანცია მოუგე, კი, რა თქმა უნდა. წინა ხელისუფლებისას დროს მოყოლებული მუშაობდი, ესე იგი. კი, 2007 წლიდან ვარ თვითმმართველობაში. მანამდე კიდე სხვაგან და ასე შემდეგ. ხო, ეხა მაშინაც ხო უშვებდნენ ხალხს ეხლა იქიდან მარტო შეხვდა. ამან დროს ხო არ დაწყებულა. ხო, ეგრე იციან. არა, ერთი შემთხვევა იყო ესეთი კურიოზული არის. ხო, ეს ერთ-ერთ ჩვენს მეგობარს ეხება. მოკლედ ვიღაც თანამშრომელი იყო ერთ-ერთ სამინისტროში. რომელიც რაღაცა კარგად არ მუშაობდა რაღაცა და მოკლედ უთხრეს რომ გაუშვიო რა ეს თანამშრომელიო რა. ანუ მის დაქვემდებარებაში არის ერთ-ერთი. ხო. და უნდა გაეშვეხ სამსახურიდან რა და ამ თანამშრომელებს რომ გაიგო რომ სამსახურიდან უშვებენ, შეცვალა ეხა ტაქტიკა რა. დილას გახდა 10 საათი, სამსახურში მოვიდა 10 ნახევარზე მოდის. ყველაზე ბოლოს მიდის. ხო. ძალიან კარგად აკეთებს ყველაფერს. აქედან უტრიალის იქიდან იქ და ვერაფერ ვერ მოუძებნა რომ გავუშვოს რა. ხო. ნუ ბოლოს მოიფიქრა რომ აი აქ ჩავატარებ ხა ასე ქვია. რეორგანიზაციას. ნუ და აიწყო ხე რეორგანიზაციის ჩატარება, შეათანხმა ყველასთან შეათანხმა, თუ გესადმე შესათანხმებელი იყო. ამოიცა განკარგულებები, ბრძანებულები, ყველაფერი და გააუქმეს. თანამდებობა. ამ კაცის თანამდებობა. ვინც მოსახსნელი გააუქმდა, რეორგანიზაცია ჩატარდა, რა პრობლემაა. ხო და საბოლოო ჯამში მე მივიდა სამსახურში რა, კმაყოფილი, დამშვიდებული, რომ მოხსნა.
ოღონდ მე გაარკვია რომ ეს თანადოება რომელიც იმ ხალხს ეჭირა ანალოგიური იყო მის თანადოებასთან და თავის მოხსნას ამ სოფლის თავის მოხსნილი. კი, ერთია შტატი გაუქვა. ერთად წავიდნენ სამსახურიდან, ორივე. სხვა შორის ეგ რო წავიდა, იმის მე არც დაუწყია მუშაობა. ხო. ბესო, ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა რომ მოხვედით შეფთა გადაცემაში. არაჩვეულებრივად მე მგონი ხალხს გავაგებინეთ უფრო კარგად თუ რა დიდ ჭაობში იმყოფება დღეს ჩვენი ქვეყანა, ხო ესე? სამწუხაროდ ესეა. 2025 წელიც მიილია ახლა, ხო? და ანუ ჩვენ ფაქტიურად კორუფციის შეჯამება ჰქონდა ამ წლის ბოლოს და არც თუ ისე კარგი მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში, კარგი რა გითხრათ. მაგრამ ქართული ოცნება გამოასწორებს, კიდევ უფრო მეც მოიპარავს, რაც უფრო დიდხანს დარჩებიან ხელისუფლებაში. მინდა წარმატებები გისო და მოგილოცო ახალი შობა, ახალი წელი წარმატებები გისურვო და სიფრთხილე გამოიჩინე მაინც სახიფათო კაცი ხარ. ხო ხდები და რა ქვია ბევრი თვალი და ყური გადევნებს და ამიტომ მინდა რომ მშვიდობა გქონდეს პირადად და ჯანმრთელობა რაც ყველაზე მთავარია. ვცდილობ. წარმატებებს გისურვებთ. ძვირფასო ტელემაყურებლები, ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ბატონი ბესიკ დონაძე. დღეს მე ამით გემშვიდობებით ძვირფასო ტელემაყურებლებო არ გადართოთ წინ გელოდებათ ვიკა ბუკიას პირველი ხაზი. ჩვენ ერთმანეთს 2 იანვარს შევხვდებით საახალწლო ვანო შოუში, სადაც გამოვავლენთ წლის სტუმარს. ნახვამდის. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზე სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.